TBC გალერეაში უნიკალური გამოფენა სახელწოდებით ქართული კინოაფიშა გაიხსნა. ჩვენი ქვეყნის რეალობაში პირველად გამოიფინა თეატრისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული 35 უნიკალური ქართული კინოაფიშა. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ექსპოზიციაა წარმოდგენილი, იმიტომ რომ ნაჩვენებია ქართული აფიშის მაღალი ხელოვნება, რომელიც ქართულ კინოინდუსტრიასთან ერთად გაჩნდა. თეატრისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში 4000-მდე კინოაფიშაა დაცული. TBC გალერეაში წარმოდგენილი ექსპონატები კინოს განვითარების ყველა ეტაპს მოიცავენ, დაწყებული მუნჯი კინოდან დამთავრებული 80-იანი წლების ფილმებით. აფიშები მხატვრის სტილოებს უფრო მოგვაგონებენ, საიდანაც აშკარად იგრძნობა განწყობა და ემოცია, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი კინოფილმებიდან. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იყო სერგო ფარაჯანოვისა და ადრეული კინემატოგრაფიის ნამუშევრების, წითელი ეშმაკუნებისა და ამოკის აფიშები, რომლებიც საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო. კინოსა და თეატრის მუზეუმმა ისეთი ექსპონატებით წარმოადგინა, რომელთა ფირებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწიეს. მინდა გაჩვენოთ ერთ-ერთი 20-იანი წლების აფიშა, აბრეგზაური, ეს გახლავთ აფიშა ფილმისა, რომლის ფირიც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფირი აღარ არსებობს. აფიშაში ეს ერთ-ერთი სახეობაა ამ აფიშის, ერთ-ერთი პირველ სახეობა. გამოფენა 17 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. გალერეაში მისულ დამთვალიერებელს აფიშების ნახვასთან ერთად შესაძლებლობა ექნება მთელი დღის განმავლობაში ნახოს იმ რეჟისორთა ნამუშევრები, რომლებმაც ქართულ კინოში მთელი ეპოქა შექმნეს.